დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები საქართველოს საკითხს განიხილავენ. ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით ევროკავშირის ლიდერებმა შესაძლოა განიხილონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტული საკითხები, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები. ამასთან ევროკავშირის ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინასთან, ახლო აღმოსავლეთთან, მიგრაციასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელებენ. შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი ამბობს, რომ გაგრძელდება განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით, თუ კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი მთავრობაზე ზეწოლისთვის. მან ბრიუსელში ევროპოლის საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან თქვა, რომ მართალია ორშაბათს სანქციებზე შეთანხმება ვერ მოხდა, მაგრამ ამაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეგვიძლია განვიხილოთ და განვიხილავთ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ რეალური ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე, რათა არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ, არ განახორციელოს ზეწოლა ოპოზიციაზე და გავაგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან. ორშაბათს განვიხილეთ და ვერ მივახციეთ შეთანხმებას სანქციების ნაწილზე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე შემდგომში. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ევროპოლის საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასავლელი პარტნიორები ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაში ევროკავშირის დროშებით არ მიატოვებენ. ასევე მეცოლამ უპასუხა შეკითხვა, შეიძლება თუ არა ველოდოთ მკაცრ ფორმულირებას სამიტის შემდგომ დეკლარაციაში. შეგიძლიათ ელოდოთ მკაცრ ფორმულირებას ევროპარლამენტისგან. თქვენი ხილეთ ჩვენს მიერ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია, იმ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ მის შედეგებთან და იმასთან დაკავშირებით ჰქონდა, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები. ჩვენი მოწოდება საქართველოს მიმართ არის ის, რომ არ მიატოვოს ევროპული გზა. წლებია ევროპულ საბჭოს ვესწრები და ყველა შეხვედრაზე დომინირებს ერთი რამ. ჩვენ დავპირდით იმ ხალხს, ვინც ევროპას საკუთარ სახლად თვლის, რომ მათთვის კარს არ დავხურავთ და ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც დღეს განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ისინი. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც ძალიან მკაფიოა და უდავოა, რომ ამ პოზიციაზე ყოფნას გავაგრძელებთ 2025 წელსაც. ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ოლაფ შოლცმა კითხვაზე, რას ეტყოდა საქართველოს ქუჩებში გამოსულ ხალხს, რომელიც ევროპული მომავლისთვის იბრძვის, უპასუხა, რომ ევროპა და ევროკავშირი წარმოადგენს სახელმწიფოთა საზოგადოებას, რომელიც საერთო პრინციპების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ერთგულია. ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეაფასა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ლუკ ფრიდენმა. ბევრჯერ მithქვამს და ნამდვილად გულის სიღრმიდან ვსაუბრობ, როგორც საქართველოს მეგობარი. ის, რასაც საქართველოში ახლა ვხედავთ, ნამდვილად იმედის გამაცრუებელია. დიახ, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ არჩევნების შედეგები. ალბათ ნამდვილად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც იტყვიან, რომ იყო ყალბი არჩევნები და არ აღიარებენ მის შედეგებს. იქნება მეორე მხარე, რომელიც საპირისპიროს იტყვის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მეტად იმედის გამაცრუებელია ის, რომ მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, თუმცა ქართველი ხალხის 80% ევროპულ ოცნებას უჭერს მხარს, ასე რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საქართველოს მხარდაჭერა და საქართველოში პროევროპელების მხარდაჭერა გავაგრძელოთ. არ უნდა შევქმნათ იმის იმიჯი, რომ საქართველოს ზურგს ვაქცევთ. ურთიერთობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ხედავთ რა ხდება პოლიტიკურად, მაგრამ იმასაც ხედავთ, თუ რა გავლენები მოქმედებენ საქართველოში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდაჭერა გავაგრძელოთ და ურთიერთობა შევინარჩუნოთ. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ალბათ საქართველოა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება. ესტონეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სია აქვს და ჩვენ ველით, რომ ამ საკითხზე ევროპასაც მტკიცე პოზიცია ექნება. საქართველოში განვითარებული მოვლენებით საკმაოდ შეწუხებულები ვართ. ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც ევროკავშირთან ახლოს და ევროპულ მიწაზე გვსურს. ყველას მოუწოდებთ, ვისაც საქართველოსთვის პროევროპული გზა სურს, რომ პირველ რიგში ის ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლებიც ჩვენ გვჯერა ევროპის კონტინენტზე, ყველგან დაცული უნდა იყოს. ასე რომ ჩვენ ვითარებას თვალყურს ყურადღებით ვადევნებთ და მოუწოდებთ ქართველ ლიდერებს, რომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს პატივისცენ.